კაი, გადავიდეთ მაშინ დასაუბრებზე. სანამ გააქცევებთ. რატო გაიქცა? ამას ყვანცა აუცილებლად ჩასვას. ყვანცა შეცოდა იქით გადაიქცა. არა, ყვანცა კატრიდან გადის საერთოდ. გამარჯობა, დღეს განვიხილავთ კინოკლასიკას, რომელიც შემოგთავაზეს ვიდეოს კომენტარებში. არ ვიცი როგორ გამოგვეპარა ეს კომენტარი, როგორც კი დაიდო, მაშინო ვერ გავეცით პასუხი ამ ადამიანს. კიდე კარგი ვიპოვეთ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი კაი კინოკლასიკა გაიხსენეთ და რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებთ ამ ფილმზე, ასე რომ სხვებსაც თუ რაიმე ფილმის განხილვის სურვილი გაქვთ, ჩვენ ვართ ღია. იმისათვის რომ ზადვართ გემსახურეთ. დავიწყოთ მაშინ, რით დავიწყოთ ასე? 1999 წელს აიღო ოსკარი როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმა, მაგრამ სხვა არაფერში არ იყო ნომინირებული, რაც ჩემი აზრით ტრაგედიაა. ხო, როგორც მინიმუმ ნომინირებული. როგორც მინიმუმ ნომინირებული უნდა ყოფილიყო სკორში, მუსიკაში ნომინირებული უნდა ყოფილიყო უცებად, იმიტომ რომ კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ცნობილი საუნდტრეკი აქვს ამ ფილმს. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნომინირებული საოპერატორო ხელოვნებაში, ჩემი აზრით. აი ამ ორ რაღაცაში მაინც. ეს ფილმი რომ ნოსტალგიური არის ორივესთვის გასაგებია. ეს ფილმი პირველად რომ ვნახე, მაშინვე ძალიან მალე კიდე რამდენჯერმე ვნახე, ერთ წელში რამდენჯერმე ვნახე, რაც არ ახსნი რატო გასაგებია რატომაც. თავდაპირველად ამ ფილმზე ყველაფრის გაგება მინდოდა მთელი ბიოგრაფია მცოდნოდა ამ ფილმის და მაშინ რაღაცები წავიკითხე. ამერიკელები არ იყვნენ რა მაშინდელი კრიტიკოსები დიდად აღთუანებული. მე რასაც გადავაწყდა, რაც წავიკითხე. რაღაცები ძალიან ამერიკული აქვს, აი თვითონ დრამატურგიულად და პირიქით მგონი უნდა მოწონებოდათ. წუნები და მინუსები და ნიუანსები მაინც ჰქონდათ ნაპოვნი. ახლა ჩაწერას რომ მოჩვენ, მე მინდა კიდე რაღაც რევიუებს გადავალო, იმიტომ რომ ახლა მინდა მთლიანად ჩემი ემოციებიდან გამომდინარე ვისაუბრო. რამე წუნები ხო არ გახსოვს ესე კონკრეტულად რას უწუნებდნენ? აიმე თუ რაღაცა კონკრეტული სცენები და რაღაც დეტალები იყო. ეს დეტალები ძალიან ისე არ მახსოვს, მე ემოცია მახსოვს, რომ ძალიან შოკირებული ვიყავი და მოდი რეჟისორზე ვთქვათ რამე. ტორნატორეზე რატომაც არ უნდა ვთქვათ. არ გამხსენებია ეს რეჟისორი რამდენი ხანია არ გამხსენებია და ეგეც არ მახსოვდა რომ ცოცხალია და უფრო მეტიც ანუ შარშა ფილმი გადაუღია. მართლა? კი, ოღონდ დოკუმენტური ფილმია, მაგრამ რაღაც მხატვრული დადგმებიც არის, იმიტომ რომ ტრეილერისავით თუ თიზერით რაღაც ვნახე და მაინტერესა მეთქი ახლა რა საქმიანო ჩვენი ჯუზეპე. რამდენიმე ფილმი მაქვს ამ ადამიანის ნანახი და ძალიან ის ფილმები რაც მაქვს ნანახი, უფრო ის მომდევნო პერიოდია და ეს რაღაც უფრო ხოტბა არის კინემატოგრაფის და იქ უკვე სასიყვარულო წერილი კინემატოგრაფის. ხო, სასიყვარულო წერილი კინემატოგრაფის და ამიტომ დიდად მსგავსი რაღაც თქვით მე მგონი ბერტოლუჩის ეს იტალიელები. ეს არ შეუძლიათ კინემატოგრაფის გარეშე. ენიო მორიკონე არის ამ ფილმის კომპოზიტორი. ზოგადად ანუ ამ ფილმის საუნდტრეკზე რა შეიძლება რომ ითქვას, კი არა რა შეიძლება რომ არ ითქვას, ანუ ფილმის ნახევარი რაღაც მომენტებში მე მგონია რომ მართლა მუსიკაში დევს. ოღონდ რაღაცნაირად ისე ახერხებს, რომ მელოდრამატული და ისეთი, ანუ კი მომენტებში არის ძალიან მელოდრამატული, მაგრამ შეიძლება ზუსტად ნოსტალგიის გამო, ან იმის გამო, რომ უბრალოდ სასიყვარულო წერილია კინოს მიმართ, არ გაღიზიანებს, მე ყოველ შემთხვევაში არ მაგიზიანებს პირიქით. გვაღიზიანებს, როცა რეჟისორები ესე აშკარად მანიპულირებენ და ასე შემდეგ და შეიძლება ვიღაც მოგვედაოს, რომ თუ იმ ფილმზე მუშაობს აქ რატო არ არის ეგრე, ანუ აქ რატო არ უყურებთ ეგრე. მაგრამ მე მგონია, რომ იმიტომ არის კინოკლასიკად მიჩნეული ეს ფილმი, რომ ეგ მანიპულაციაც კი სწორად არის გაკეთებული. ყველხელოვანი მაყურებელი და ნახველით მანიპულირებს და მათ მნიშვნელოვანი ის არის, შენი თუ მანიპულირებ, ოღონდ შეურაცხყოფას კი არ გაყენებ, პირიქით მე მსიამოვნებს რომ ჩემით. ხო, იმიტომ რომ თავისი ემოციებია ძალიან აუთენტურად გადმოდებული და გადაღებული. ანუ თვითონ ამ რეჟისორთან გრძნობს სიახლოვეს, რომ ისიც აშიშვლებს თავის სულს და ამ კონკრეტულ რაღაც საკითხთან დაკავშირებით ძალიან ღიად გელაპარაკება და უბრალოდ იმიტომ გეხება ესე ძალიან რომ ძალიან ადამიანური რაღაც არის და ძალიან მართლა ნოსტალგიაზეა ეს ფილმი რა.
და რეალურად ნოსტალგია ყველას ცხოვრებაში არის, ანუ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ნოსტალგია არ გამოუცდია, ან არ გამოცდის იმდან უნიკალური ემოციური მდგომარეობა. კიდევ ერთი რამ, რაც მე და გვანსაც შეადგვლაპარაკია ამ არხზე არის დროში გადასვლა, გადმოსვლა, ბევრი 10 წლეულებით წინ წასვლა და ასე შემდეგ, რამდენად ხშირ შემთხვევაში უხერხულია. აქ ისეთი შემთხვევაა, რომ ისე არის გამოყენებული, რომ გინდა სხვებს აჩვენო, ვინც სწორად იყენებს და უთხრა, რომ აი ესე ჯობია, ესე კენი. ასე კეთდება საქმე, ასე კეთდება. როგორ მუშაობს მეხსიერება, თვითონ მაგ მექანიზმს მიყვება თითქოს სიუჟეტი. გადასვლების მონტაჟის მხრივ ძალიან მაგარი გადასვლებია გაკეთებული, ანუ პერიოდებს შორის. ძალიან აშკარა რაღაც ერთმანეთს აი სახეზე რო ადებს ხელს და მე რო გვიდია, მაგრამ ძალიან კინემატოგრაფიული რაღაც არის თითქოს აი მე-20 საუკუნის დასაწყისში მელიესის ტრიუკებით გადადის ერთი დროდან მეორეში და ეგრე როცა გაკეთებული შესაბამისად უხერხულობას არ ქმნის და ბოლომდე ემოციურადაც და ანუ რა თქმა უნდა გონებრივადაც, იმიტომ რომ ანუ არაფერი რთული არ არის მაგ მხრივ, ანუ ისეთი ფილმია ზოგადად, რომ ემოციებზე უფრო მუშაობს, ვიდრე გონებაზე. რა თქმა უნდა, მე ემოციებისგან გამოწვეული ფიქრები რაღაცებზე გაფიქრებს, მაგრამ მაინც ძირითადად ემოციების ფილმი არის და ვერ ვხვდები ხოლმე ესეთ ფილმზე, როგორ შეიძლება თქვა, რომ აი ძალიან მაგრად აკეთებს, მაგას ძალიან მაგრა არის ნაჩვენები, ანუ როცა ხო ვიცი. გასაგებია რომ თავარიდი ამ ფილმს და სათაურიც რო ქვია სინემა პარადისო, რომ აი სინემა და პელიკულა. ეგ არ ვიცოდი, მე მგონი ესპანური სიტყვა იყო პელიკულა, თუმცა იტალიელების მაგას ამ ყველაზე მაგარი სიტყვა არ გადაიწევს. აი სამ სალოტოროს ხედავთ და მოდით ან რაღაც სტრუქტურას რო ახსენეთ, მაგას მოყვება ფლეშბექები და ასე შემდეგ. ძალიან მაგრა არის დალაგებული. ისე მიყვება, რომ თითქოს არაფერი არ იცვლება რა და ამ დროს თხრობის სტილისტიკა ფილმში იცვლება. არის სამნაირი ენით გელაპარაკება და ეს ყველაფერი უკავშირდება თან მსახიობებს. უბრალოდ სალოტორეს იმ ცხოვრების ეტაპებს, რომელსაც ხედავთ, ხო? პატარა სალოტორე, ახალგაზრდა სალოტორე და მე უკვე დიდი სალოტორე. ტოსი ოფიციალურად ტოტო. ტოტუნია, ტუტუკა. ოკეი, ეგრეც არა. ადამიანებს უმეტესობას რომელი ნაწილს მოწონს, ეს არის პირველი, როდესაც ტოტო არის ბავშვი. ფილმის აი ეს თხრობის სტილისტიკა, რასაც ვამბობ, არის რომ როგორ ხედავს ბავშვი კინემატოგრაფს. ცოტა აი რაღაც სიურეალისტური, აბსტრაქტული ეპიზოდები არის ფილმში და სწორედ აქ, როცა ბავშვი არის, პატარა არის ტოტო. და ზუსტად მაგის გამო, რომ ის სხვანაირად ხედავს, ბავშვურად ხედავს, ჯადოქრობას რო უწოდებენ კინემატოგრაფს, აი ზუსტად მასე ხედავს რაღაცა აი ილუზიონისტის ჩატარებულ ფოკუსს და აი ერთ-ერთი ამ თუნდაც ყველაზე მარტივი გასახსენებლად რომელიც არის ეს ლომისგან ხო ცალკე ეს ნათება ხო ეს პროექციის დროს გამოწვეულის აი ეგეთ რაღაცას რო აკეთებენ ხოლმე ფილმებში აი ეგ გამახსენა ახალი ტალღა ახლა რო გამოვიდა და მანდ იყო ეგ მომენტი რომ მარტო გადაღებული აქვს სინათლეს და ეს მტვერი რო დაფრინავს და რაღაცა და ისეთი მაგარი იყო და აქაც პატარა ტოტო რო უყურებს ამ ნათებას როგორ კადრი რო არის ყველაზე აიკონიკ კადრი რო უყურებს ფილმს და ზევით რო არის პროექცია და იმის ფონზე ეხლა ზოგადად ძალიან გავრცელებული კადრია ძალიან Fableman-შიც იყო Belfast-ში იყო კი მგონი რა ვიცი კინოსთან დაკავშირებით სადაც ხდებენ და ბავშვი თუ არის განსაკუთრებით ყველგან არის ეგ კადრი აუცილებლად, მაგრამ სად იყო ეგეთი ის, ანუ ამ ფილმამდე? ხო, ამ აიკონიკ კადრის ავტორი თავად ტორნადორე ხომ არის, აი იქამდე სიმბოლისთან დაკავშირებით რაღაც მე ვიტყვით, მაგრამ უბრალოდ რადგან დრამატურგიულ სტრუქტურაზე ვლაპარაკობთ და ესე სამადრო გავყოთ პირობითად. გაზრდილი დიდი ტოტო რო ჩადის უკვე დედასთან და პირველად 30 წლის შემდეგ ეხლა გავს თავის სახლში და დედა რო იმას რაღაცას ქსოვს და მაგას აგდებს. და რომ მიდის კარისკენ რო ტოტოს მიეგებოს იშლება ნელ-ნელა რაც უფრო მიდის და აი მე ვინმე რომ მითხრას რომ აღწერე ამ ფილმის სიუჟეტური ხაზი ან დრამატურგიული სტრუქტურა ზუსტად მაგ სიმბოლოთი აღწერდი ძალიან მოკლედ და კონკრეტულად იმიტომ რომ ეს არის ფილმი შემდგარ ძალიან წარმატებულ ადამიანზე. მან ხო მაგ სცენაში ხო ზარის შემდეგ დაიწყო ამან დაშლა, იმიტომ რომ რაღაც ზარის შემდეგ
ეს ნაშენები ცხოვრება დაიშალა, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერს ჩაუღრმავდა, მერეც წარსული სხვანაირად დაინახა, დაბრუნდა, რაღაცები ისეთი გაიგო, რაც აქამდე არ იცოდა და ეგ არის ვიზუალური მეტაფორა, რომელიც აღწერს იმას, რა ხდება ამ ფილმში. კინემატოგრაფი რატო ხდება ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი და ალფრედო რატო ხდება მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. პატარა ტოტოს ცხოვრებაში ჩდება ძალიან დიდი სიცარიელი, რომელიც არის მამა, რომელიც წავიდა ომში და იქიდან აღარ ბრუნდება და ბოლოს ეგეც საინტერესოა, რომ ტოტო უფრო ადრე ეგუება იმ ფაქტს, რომ მამა აღარასდროს დაბრუნდება, ვიდრე დედამისი. ეს სიცარიელია, რასაც ავსებს კინემატოგრაფი, ანუ მისი მშობელი ახდება. ამის ასევე ერთ-ერთი გამოხატულება ვიზუალურად და სიმბოლურად არის ის ძალიან პატარა ყუთი, რომელშიც ამ დაჭრილ ფირებს ინახავს თავისი მშობლების და მამამისის ფოტოებთან ერთად. რომ აი ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მამა, რომელიც უკვე ავიწყდება თვითონ ამბობს, რომ უკვე აღარც კი მახსოვს მამაო, აი ამ სიცარიელეს ეს პატარა დაჭრილი კინოფირების რაღაც ნაწილები უსებს და ანუ ერთად არსებობენ და ბოლოს უკვე როგორ გადაინაცვლებს, ეგ უკვე შემდეგი ნაწილის საქმე არის. ერთი რაც მინდა ვახსენო არის ტორნატორეს შესაძლებლობა, რომ ყველა მეათე ხარისხოვანი პერსონაჟი შეგაყვაროს და დაგამახსოვროს. ეიზენშტეინს აქვს ამაზე დაწერილი რაღაც და მოყვანილი ყავს დიკენსის პერსონაჟები, რომ როგორ გამახსოვრებინებს ესე მეათე ხარისხოვან პერსონაჟებს. აქაც ეგრე არის. გულით გიყვარდება ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საეკრანო დრო რო შეკრიბო, შეიძლება თითოს 3-3 წუთიც არ კონდეს იმდენად ცოტაა და ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, რა თქმა უნდა, რომ როცა მეორე მესამე ხარისხოვან პერსონაჟებს კი არა, იმათ იქით ვინც არიან და ვინც მასაშია, იმათაც კი პერსონალიტის აქვთ, ანუ იმათაც კი ეტყობათ, რომ დამოუკიდებელი პიროვნებები არიან და რაღაც ისტორიები აქვთ. ანუ ბევრად უფრო სამგანზომილებიანს ხდის ამბავს და მთავარ ამბავსაც უფრო ამძაფრებს. მაგით გარდა იმისა, უფრო სანახაობრივს ხდის ფილმს და უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს, ერთ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს, რაც თანამედროვეობაში, რაც უფრო დრო გადის, ეს იკარგება. არც ერთი ხელოვნების, არც ერთი დარგი არ ყოფილა ისეთი ლოიალური და ისეთი საყოველთაო, როგორც კინემატოგრაფი. ანუ კინემატოგრაფი შეიქმნა ყველასთვის, ეს არ არის ის ხელოვნების. ხელოვნება ზოგადად ყველასთვის უნდა იყოს, მე მგონი და არ უნდა იყოს, რომ იცი რა, შენთვის არ გადამიღია ეს ფილმი და შენთვის არ დამიწერია, ვერასდროს ჩაწვდები ჩემი ხელოვნების სიდიადეს და რაღაც. კინემატოგრაფი შეიქმნა ასე, რომ კინო არის ყველასთვის. იმიტომ შეიყვარა ასე ძალიან ყველამ. და ეგეც ძალიან კარგად არის ნაჩვენები, თვითონ დარბაზი გადაჭედილი როა და სხვა ადამიანების, სხვა კლასის. ხო, მაგიტო ვამბობ, რომ ეს ამდენი განსხვავებული პერსონაჟი რო არის ფილმში, რომელიც შეიძლება მართლა რამდენიმე წამით და მე საერთოდ აღარც გაჩვენოს, მაგრამ რო გამახსოვდება, იმიტომ რომ ასეთი განსხვავებული ადამიანები არიან. ზოგს ძინავს, აი ყველაფერს განახებს ერთად, ძალიან ბევრი ინფორმაციას გაწვდის რეალურად, რომელიც სხვა ფილმებში რო არის ხოლმე, აი მაგალითად ბაბილონი რო ავიღოთ, ანუ აი უბრალოდ იღლები რა, კინო არ არის მარტო ვიზუალი და ლამაზი კოსტუმები, ბევრად უფრო მეტია, მე მგონი, არ ვიცი, შეიძლება არ მეთანხმებით, მაგრამ მე მგონი, რომ უფრო მეტია. აი მან მაგალითად ცდილობს, რომ აი ბევრი რაღაც განახსოვს, ინფორმაცია ბევრი მოგაწოდოს, მაგრამ ძალიან დამღლელი არის და ის ლამაზი კადრებიც ვერ შველის რა. და აქ არა, აქ ისე გაწვდის, რომ იღლები კი არა, უბრალოდ ასე გელექება, რჩება და გაყვება და ხო მორჩ. და კომიკური მომენტები არის, მან ყველაზე ბევრი თვითონ კინოთეატრში ხდება ყველაზე სასცილო მომენტები, რაც ძალიან ბევრს მატებს ფილმს. დოჩანაშვილის ფრაზა არის, თუ სწორად მახსოვს თუ არა და შემისწორეთ, თუ გინდა რომ ადამიანს ან ქვეყანა გააცნო როგორია, რომ ბაზარი უნდა ანახო, რომ ბაზარი არის ყველაზე ნათელი სახე ქვეყნის. აქ რა, ეს კინოთეატრიც ეგეთი სამწუხაროდ აი მაგაზე ვწყდება ძალიან გული, რომ მე არ მაქვს ეგ გამოცდილება.
და ან ხო ჩვენ არ გვაქვს ეგ აი მაგას გამოცდილება. განდომებს ძალიან. მეც მინდა რომ ჩემ გვერდზე შურს ამ ხალხის. აი ზუსტად რომ თან დღეს რო ის არის, მაგალითად პოპკორნს რო ჭამენ კინოთეატრში და წვენს რო სვამენ და ვიღაცა ტელეფონში იხედავ და რაღაც, ანუ ვიღაც ჩაიხედება, ვიღაც გვერდ როგორც ამ ფილმში ყოფილსა გვერდ, იმიტომ მოდის რომ ერთ-ერთი რო შემოვარდება და აბა ეხა ჩუმად ყავით უნდა დავიძინო, ან ტიპი დასაძინებლად მოდის, ვიღაცას ფილმს უყურებს და პარალელურად მეძავთან სექსი აქვს. იმიტომ რომ ეს არის რეალური, ასე ხდება და ვიღაცა არის ტოტო, რომელიც აი ესე თვალებ გაფართოებული უყურებს. იმ დროის ის ვიცით ზუსტად როგორ ხდებოდა 360 გრადუსით გვაქვს ნანახი როგორ ხდებოდა როგორ უშავდნენ ფილმს და დღეს როგორ ხდება ეგ შეიძლება ჩვენ ვართ უბრალოდ უვიცები და უცოდინრები მაგრამ უბრალოდ არ არის საინტერესო და მაგას ფიქრობდი რომ კი ჩავანაცვლებთ პროექციონის კომპიუტერით იმას კომპიუტერით და თითქოს არაფერი არ შეიცვლება და ხარისხი შეიძლება უკაცი იყოს, მაგრამ სული ხო იკარგება. რატო გვიყვარს ძველი ფილმები, რატო გვიყვარს ესეთი ფილმები, სადაც მართლა საზოგადოებაზე არის და ერთიანობაზე არის და ადამიანების რაღაც საერთო სიყვარულზე არის, იმიტომ რომ ეს ვართ ადამიანები და ეს უნდა ვიყოთ და როცა ყველაფერს ვანაცვლებთ მანქანით, კი გეთანხმებით, რომ შეიძლება უფრო ხარისხიანი და უფრო უსაფრთხო იყოს, მაგრამ რამდენად ღირს, აი ეგ არის ჩემი აზრით მთავარი კითხვა და ამ ფილმმა ძალიან განსაკუთრებით თავიდან რომ ნახე, ძალიან დავამფიქრა მაგაზე. ასეთ ფილმებს კიდე რაც აქვთ ერთი ძალიან აი უჩვეულ და რანაირად აკეთე, მგონი დრუმერზეც, ესე მეოცნებელზეც მე მგონი ვახსენეთ, რომ ნოსტალგიას რო გიჩენს და მონატრევას რო გიჩენს იმის, რაც არასდროს გადაგდომია კი არა, საერთოდ სად იყო და სად ხდებოდა. არ მგონია რომ ეს მარტო ანუ მე და შენ და კინო ვისაც უყვარს იმ ხალხს ემართებოდეს. რაღაც მგონია რომ ყველას აქვს აი ისე რომ აი კინო რო უბრალოდ აი ამ ფილმს უყურა, იმიტომ რომ კარგი ფილმია და ეგ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რომ ზუსტად აი ის რომ ყველასთვის არის ეს ფილმი, ისეთი ფილმია რომ ცოტა ზედაპირულად თუ გინდა რომ უყურებ და მაინც იღებს სიამოვნებას და მაინც იღებს რასაც აი რაღაცას აუცილებლად იპოვი და გამორთვა არ მოგინდება რა. ზოგჯერ ხო არის რომ უფრო გონებაზე გათვლილი ფილმები ხლის და არის რაღაც დღეები, როცა არ ხარ იმის ხასიათზე, რომ ყოველ კადრში რაღაც ეძებო და აკავშირო და ასე შემდეგ და ეს ფილმი ზუსტად ანუ ეგ არის ემოციაზე გათვლილია, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩაყვები ემოციის გარდა ანუ სხვა რაღაცებსაც დაინახო. ძალიან მაგარი სტორილაინია თვითონ და ძალიან სასიამოვნოდ საყურებელი, როცა ერთმანეთისთვის ხდებიან მთავარი საყრდენი და მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები. პირველი ნაბიჯი რაც არის, ფულს რო აძლევს რა მოკლედ. ახალისებს მანდაც ტოტოს კინემატოგრაფის სიყვარულს, ანუ რეალურად ქვეტექსტი ეგ არის, მაგრამ თან ის არის რომ ალფრედო უბრალოდ მართლა ძალიან მაგარი ადამიანია. ტოტო არ არის განსხვავებული სხვა ბავშვებისგან, არ გამოირჩევა სხვა ბავშვებისგან არაფრით. აბსოლუტურად არაფრით. იმათნაირი ცელქია, იმათნაირი უზრდელია და რაღაც სიგარეტსაც ეწევა იმასთან ერთად და ალფრედოს რაღაც უზრდელობებსაც უჩვენებს და ერთობა და დაცინის და მოკლედ ანუ ყველაფერი რაც კიდევ ერთი მაგარი რაღაც რეჟისორებით განსე რომ იღებენ დღეს რომ აი ვისაც კინო უყურს ხელოვანი ადამიანი ის ყოველთვის გარიყულია და ის გამორჩეულ სხვებს არ გავს იგი და ეს არის ყველას აი იგი არის იგი არა ჩვეულებრივი ადამიანი არის და რაღაც პეროები არ აქვს ზუსტად ძალიან ხა უკაცრავ ძალით ის არის ხომ უბრალოდ ზედაპირული თხრობა იმისთვის რომ თავარი პერსონაჟი სხვებისგან გამოყო და თქვა რომ ეს არის თავარი მართლა ერთ-ერთი რაც განასხვავებს სხვებისგან არის კინოსადმი სიყვარული ის დიდი გრძნობა რაც ამ პატარა პატია ბიჭს აქვს მაგრამ მანდაც კი ისე არაჩვენებს თითქოს რაღაც სხვები ან უინტერესოები არიან ან რაღაცა უბრალოდ გაჩვენებს აქ ერთ ბავშვს რომლისთვისაც კინოთი იწყება დღე და კინოთი მთავრდება. კი, ძალიან მარტივად.
ღმერთო ჩემო. ღმერთებო. ავტობიოგრაფიული პასაჟები, რა თქმა უნდა, არის ამის გამო კიდე აი მაგ დეტალის გამო კიდე უფრო დიდი პატივისცემა ამ რეჟისორის მიმართ. გასაგებია რომ ეს რაც არის ფილმში მოთხრობილი, ეს არ არის ავტობიოგრაფია, მაგრამ კი ანუ ეტყობათ იმ ტიპაჟებსაც, თუნდაც პერსონაჟებზე რო ვილაპარაკეთ, მაგიტო არიან ეგეთი სამგანზომილებიანი და ეს საზოგადოების სახეც, იმიტომ არის ესე კარგად შექმნილი, რომ მე დარწმუნებული ვარ, ხელი რო დაადო რომელიმე პერსონაჟს, გეტყვის სინამდვილეში ის ვინ იყო. ანუ ეგეთი რეპლიკები არიან თითქოს. აი მაგალითად მღვდელი, ხო? ეხლა რამდენი ალბათ რამდენს აქ დაწერდა ნათქვამი, რომ ეს დამპალი მღვდელი, რომელიც აცენზურებს ამ ფილმებს და ჭრის ამ რაღა მნიშვნელოვან ეპიზოდებს ფილმებიდან. ერთ-ერთი მოდი გავიაზროთ ვინ არის მღვდელია და ხო, ანუ ეხლა როგორ მიუდგებიან და დარწმუნებული ხარ როგორ მიდგომა იქნება ბევრს, ხო ეგ გასაგებია და ამიტომ გვეზიზღება ეს მღვდელი, მაგრამ ამ დროს რა მაგარი ადამიანი არის, როგორ ჩანს, ტოტორო მიდის მატარებელში როა და როგორი აი ხო მოიჭრაჭო მორბის და რო გული რო წყდება, რომ დავაგვიანე და ვერ დავემშვიდობო არა და და ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი, რომ ეგ გამოიქცეოდა ეგრეთ, ანუ არ ველოდებოდი, რომ ვინმე კიდე მოვიდოდა ტოტოში სახედრად და უცებ ეგ რო გამოდის, რომელსაც სულ ნერვებს უშლიდა. რო აღადგენენ ნუვო სინემა პარადისო რო გახდება და რო ნახავს რო გქონიან და ეს პორნოგრაფიას ვერ დაუშვებდა. ანუ გულწრფელად ეგრე გონია, ალალად ეგრე გონია და ალალას ვნავს. ხო აი ალფრედოსთანს თავს რომ იადებს, მე ის რო ემაიმუნება, რა თქმა უნდა, მან ძალიან შეფერდა. კი, მაგას რო ატყუები და ეს რა მითხარი და ძალიან შოკში რო არის. თვალებიდან ძალიან საყვარელი, ძალიან მეტყველი სახეა. კი, ხედავ ცდუნებას, რომ უნდა რომ უყუროს, მაგრამ თან მე ახსენდება, რომ ის მღვდელია და ვერ უყურებს და ზარი ეგრევე. მაგით უფრო საინტერესო ეხლა რომ გამოეყვანა რაღაცა სიწმინდის განსახიერება, ან კიდე მეორე რაც არის ხოლმე. დიადემა რო ათქავს. არ არის ეგრე მარტივად მოწყობილი სამყარო და ადამიანი არ არის ეგრე მარტივად მოწყობილი, რომ აბსოლუტური ბოროტია და აბსოლუტური კეთილია რა. თავი ისიც აქვს და ესეც აქვს. ეგეთ იყო ძალიან ბევრი პერსონაჟი, მაგალითად ის ვინც ნუ სინემას გახსნის, ეგ კაცი რა იქვა? ხო, ისა. ხო, თავიდან ეგეთ შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც თითქოს ფინანსური რაღაც მიზნით გააკეთა და ასე შემდეგ და ანუ სინამდვილეში თუმცა უბრალოდ კარგი ადამიანი არის. უბრალოდ ადამიანია და მასიც ფული რა არის, ხო, ანუ ის საერთოდ მოედანი ჩემია ორ. აი ეგ კაცი არის გიჟივით. გარეთ როა ჩვენს ალფრედო სანამის დიდი ტრაგედია დატრიალდება, ვიღაცა რო ყვერის მოედანი ყველასია და ძინავს ამას და რას ამბობ, მოედანი ჩემია, ნუ ამბობთ მაგას, ბრაზდები. აიზენსტაინი აიზენშტაინი რას წერდა, ეგ აქვს გაკეთებული, რომ ყველა პერსონაჟს რაღაც მნიშვნელობას ანიჭებს, იმიტომ რომ ეგრეა ქუჩაში რომ გავდივართ, ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. სცენარისტიც თვითონ ტორნატორე არის და იცის რა დაწერა, რას დაწერა, ის ამ ყველაფერს ძალიან კარგად იცნობს. და ამიტომ არის ასეთი ორგანული. ალფრედოზე როგორც პერსონაჟს ვთქვათ რაღაცები, ანუ ალფრედო არის ადამიანი, რომელიც არის წერა-კითხვის უცოდინარი, რაღაც აშკარად ამ სოფელში და ამ პერიოდში საერთოდ არ არის გასაკვირი. ალფრედოც არის ეგეთი წერა-კითხვის უცოდინარი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ცდილობს სწავლას ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რაღაც რამდენი წელი იქნებოდა ალბათ 65 რაღაც დაახლოებით. მაინც ცდილობს, აი ისიც რა მაგარი სცენაა ბავშვებთან, რომ ეს რამდენიმე დიდი შედის იმის და აი მანდ ხო, რეალურად მანდ დადეს მერე შეთანხმება ტოტომ, პატარა ტოტომ და დიდმა ალფრედომ, რომ თუ ტოტო ტესტს გადააწერინებს, რაც აი უბრალოდ ძალიან მაგარია. თუ ტოტო ტესტს გადააწერინებს, ალფრედო ის კინოში შეუშვებს. ტოტოსთან მიმართებაში მერე ზუსტად მსგავსი რაღაცეები ხსნის ალფრედოს ქცევას და რაღაც შეიძლება რაღაცაში გაამტყუნო, რაღაცაში მერე ტოტოს ამტყუნებს, მაგრამ უბრალოდ ხედავ, რომ ის თავის ცხოვრებას, თავის პოტენციალს, როგორც ადამიანი თვლის ჩავლილად, გაჭერილია ამ ერთ სოფელში. რა არის კინო ალფრედოსთვის? კინო ალფრედოსთვის არის ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭების საშუალება და ამას თვითონ ამბობს. ვინ არის ალფრედო და რა სინანული აქვს, რა სურვილები აქვს, რას მისტირის, რას ასწავლის თავიდან მეტოდოს, ძალიან მაგრად ხსნის ამ პერსონაჟის ქცევას და რატო, ასე ვთქვათ, გაბედა ის, რაც გაბედა და რატო ჩაერია ესე სხვის ცხოვრებაში, როგორც ჩაერია.
ერთი მაშინ ეს მომენტი რაღაც მახსენეთ თავი რო ყვება ამ პროექციაზე და თავის პროფესიაზე. ეგ იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი ასე კინომანი შეიძლება გაბრაზდეს რაღაც მხრივ, რომ ასე რატო ამბობ და რატო ამბობ, რომ ეს ცუდია და რატო ამბობ, იმიტომ რომ რაჯობია იმას, როდესაც პროექტორთან დგახარ და ფილმებს აჩვენ და რაღაც, როდესაც მიდის ტოტო რომში, ალფრედ ვეუბნება, რომ რაც უნდა გააკეთო და რა საქმეს უნდა აირჩიო, აუცილებლად გიყვარდეს შენი საქმე და რასაც ეს ადამიანი აკეთებს, ერთი წამით მაინც რატო უნდა შეგიპაროს ეჭვი, რომ არ უყვარს, უბრალოდ არ მესმის, თუნდაც ის ჟესტი, რომ შენობის კედელზე რო აჩვენებს ფილმებს ხალხს, მერე ხმასაც რო მიუდგავს და მოასმენინებს, ხო? ეგ იმის მანიშნებელია, რომ გიждდება თავის საქმეზე და უყვარს, მაგრამ მოაზროს რაღაცის გარომანტიზება, რომ ეს არის იდეალური საქმე და ამის იქით რაღაცა და უკეთესი არაფერი არსებობს, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები მოსმენი მაქვს და მეც ახლა ადრე ეგრე ვფიქრობდი. არასდროს არ დაიღლები საქმის კეთებით. დაიღლები, იმიტომ რომ ადამიანი ხარ და ძილის გჭირდება და გამოკვებაც გჭირდება და ამ ყველაფერს პატარა ტოტოს ელაპარაკება და პატარა ტოტოს ასწავლის. და ზუსტად იმის გამო რაც შენ თქვი. რომ ანუ ამზადებს და აქედანვე უნდა რომ ფუჭი ილუზიები არ შეიქმნას და ცოტა მეტნაკლებად მომზადებული იყოს რაღაცებისთვის რეალურად შესახედად და შესახვედრად. ხო, ანუ რეალურად ის არის, რომ ალფრედოსაც როგორც ტოტოს ზუსტად ისე უყვარს კინემატოგრაფია. ანუ ამით სუნთქავს, ან თითო ფილმი 9 თასჯერ აქვს ნანახი, რო არ უნდადეს არ გააკეთებ და წავიდო და სხვა რამეს იპოვიდა როგორღაც. შეიძლება ალფრედოსაც უნდოდა რეჟისორობა, ანუ მე ეგრე მგონია, რომ ის ვინც გახდა ტოტო არის ის, ვინც ალფრედო ვერასდროს გახდა, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ალფრედო ვერასდროს გახდა ეს, აგიტო გახდა მერე ტოტო ის, ვინც გახდა. და შეიძლება მაგიტომაც იყო, რომ სწორედ ალფრედო იყო ის ადამიანი, ვინც ამოიცნო ტოტოში ხელოვანი უბრალოდ მეტი ვიდრე ადამიანი, ვისაც კინო უყვარს, იმიტომ რომ კინო ძალიან ბევრს გვიყვარს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მე რომ ასე ძალიან უყვარს კინო, ჩემგან კაი რეჟისორი დადგება და რაღაც კარგი სცენარისტი დადგება და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი განსხვავება არის შეყვარებულს და შემოქმედს შორის. არის ძალიან დიდი განსხვავება. და ის ფილოსოფიები, რომ ყველა ვისაც უყვარს, ის არის შემოქმედი და ეს ცოტა ხანი თუ შეიძლება თავი არ მატკიოს. ძალიან თხოვს. ძალიან სიმბოლურია, როგორ კარგავს ალფრედო მხედველობას. ანუ რეალურად ქვეტექსტი რო წავიკითხოთ, არის ის, რომ რას აკეთებდა მაგ სცენაში. ჯერ ერთი ტოტოს აჩვენებდა, კიდევ ერთხელ რისი გაკეთება შეუძლია კინოს და რამხელა სიხარული მოაქვს ადამიანებისთვის კინოს. მეორე თვითონ ის გარეთ დარჩენილ ადამიანებს სიხარულს ანიჭებდა თან რამხელას. სამი კიდევ იმას ამტკიცებს, რომ კინო მართლა ყველასია, კინოს გარეთ თუ რჩები, მაინც შენია და მაინც შენ გეკუთვნის. და ამ ყველაფერმა გამოიწვია რეალურად მისი მხედველობის დაკარგვა და მე ვეღარც წერა-კითხვას სწავლიდა, ვეღარც ტესტს დაწერდა, ვეღარც ხო ვერაფერს ვეღარ იზამდა, ვერც რეჟისორი გახდებოდა, ხო. ფილმებს ნახავდა. ვერც გაგრძელებულ ფილმებს ნახავდა და კინომ და ბრმავა რეალურად ეგრე გამოდის, მაგრამ არც ერთი წამით ეს ადამიანი არ იქცევა რაღაც საზიზღარ გაბოროტებულ კაცად. პირიქით, უფრო და უფრო დიდი მენტორი ხდება ტოტოსთვის, იმიტომ რომ თითქოს თვალი უფრო ეხილება. ბოლოს როგორიც დაინახა მხედველობით ტოტო არის ის პატარა ბიჭი, რომელსაც კინო ძალიან უყვარდა. როცა იმშვიდობება იმ მატარებელ სადგურზე, იქაც რომ მაგას ეუბნება, რომ რაც არ უნდა გააკეთო. თან ანუ კი არა ზებს შენ ხო უნდა წახვიდე, აუცილებლად რეჟისორი უნდა გახდე. აუცილებლად კინო. ხო, ანუ არაფერს. უბრალოდ რაღაც დიდი შენ უნდა იყო რაღაც დიდი ნაწილი, იმიტომ რომ იმსახურებ, იმიტომ რომ მე ვხედავ შენში რაღაცას და იმიტომ რომ არ უნდა რომ რეალურად ტოტომ თავის ბერი გაიზიაროს. უსწავლელი ალფრედო ესეც უნდა ვთქვათ, რომ კი რა მაგარი რაღაცა კინემატოგრაფიაში. ყოველ შემთხვევაში ფილმი ასე ჩანს და სხვებს თანაც როგორ საუბრობს, ასე შემდეგ, ასე როგორი ჭკვიანი ადამიანია და ის რომ არა განათლება, ეგ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ნიშანი რო აქვს, ლაქა რო აქვს. ბუჩო მე მგონით, ხო. ძალიან მაგარი პასაჟი იყო და ძალიან მაგარი კბენა იყო თვითონ ტორნატორეს გარო, ყველაზე ჩერჩეტი 5/5 რო არ იცოდა, ვერაფრით რო ვერ მიახვედრეს და მანდ მე მეგონა რომ ეგ
გადაობდა და მე ძალიან შესაფერისია რომ პოლიტიკოსი გახდა. ხო და აი ზუსტად თავსაჩვენებდა. წაკაბენა მომეწონა ძალიან რომ ან პოლიტიკოსი და ყველაზე ლენჩი რომ პოლიტიკოსი გახდა. უნივერსიტეტში სწავლობდა ასე შემდეგ განათლება მაგარი მიიღო, მაგრამ აი საქმეს მაგაშია რომ ზოგჯერ კი არა განათლება არ არის განსაზღვრელი სიჭკვიანის და ალფრედო არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი და ყველა ის ცოდნა, ის ძალიან დიდი ცოდნა რაც აქვს არის ფილმებიდან და თუნდაც ის რომ ამდენ ციტატას რო ამბობს კინოსურათებიდან და ხო აი ესე და ბოლოს უკვე თვითონ ტოტოც რო არეულია ეს შენი სიტყვებია თუ ჯონ უეინმა თქვა თუ ჩაპლინმა თუ რა ხდება და იმდენი სიბრძნე აქვს მოსმენამ და იმდენი სიბრძნე იცის რომ უკვე თვითონაც საკუთარი სიბრძნის დადება შეუძლია. ტოტოც რო ბავშვურად ღიზიანდება რომ შენ ხო ყველა პასუხი გაქვს, შენ ხო ყველაფერი იცი. შენ ხო ყველაფერი ადამიანი არის ამხელა გონების, ცოდნის და ჭკუის მატარებელი და ეს ყველაფერი მან ისწავლა, ანუ მისი გაკვეთილები იყო კინემატოგრაფი. ხო, მეორე მნიშვნელოვანი ხაზი, რომელიც თურმე თან არ არის მნიშვნელოვანი ხა რა უნდა ვთქვა, სანამ ელენაზე საუბარს დავიწყებ, ვიტყვი იმას, რომ ეს არ ვიცოდი მანამდე. მე რა ვერსიასაც უყურე, ეს არის 3 საათიანი ვერსია. ანუ ყოველ ჯერზე რაც ნანახი მაქვს ეს ფილმი, არსებობს ამ ფილმის 3 ვერსია, ეს არის კინოთეატრებისთვის, საერთაშორისო და რეჟისორის. და რეჟისორის არის ბოლო 2002 წელს გამოვიდაო. ეს რეჟისორის ვერსია, მანამდე დააჭრევინეს. ფილმი იყო დაყვანილი საათნახევარი. ხო, ანუ 2 საათამდე ცოტი 2 საათის ქვემოთ კიდე და ამოჭრილი იყო ძირითადად ეს ბოლო ნაწილი ფილმის. ანუ ის ადამიანები, რომლებმაც თავდაპირველ ვერსია ნახეს ფილმის, შეიძლება ის ხო არიციან ალფრედომ რომ მოაწყო ეს ყველაფერი, მე მგონი, იმიტომ რომ ის ვერსიები, მე პატარა ვერსიები არ მაქვს ნანახი, აუცილებლად ვნახავ, რასაკვირველია, მაინტერესებს, და კიდე კაი ახლა ანუ 24 წელს რო ვარ, ახლა ვნახე ეს, რომ კარგად დამახსოვრდება და კარგად შევადარებ, თორე იმ დიაპაზონში რომ ეს მოკლე ვერსია მენახა არ ვიცი რა ის მექნებოდა. ელენას ეპიზოდები არის ამოჭრილიო ბოლო ნაწილი. კი არა, საერთოდ პირველ ნაწილში ის მსახიობი, ვინც მოხუც ელენას თამაშობს, ეგ მარტო ჩანდა ტიტრებში. ანუ მთლიანი ის ამოღებული იქნებოდა, აბა მანქანაში მარტო ტიტრებში რაღაცა ჩანდა სახელი, აი იქ ტიტრები რო ამოდის ხო ეპიზოდები არის ფილმებიდან. ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ ელენაზე ამის გათვალისწინებით ვისაუბროთ და საინტერესო რაღაცა არის სხვა ფილმი იქნება დარწმუნებული ვარ ახლა მეც და მაინტერესა მაგის garaში რა გამოვიდა ნეტამ რა სხვა შორის ძალიან გავდა მათი სასიყვარულო ამბავი თვითონ იმ ფილმების სასიყვარულო ამბებს რომელზეც ტოტო გაიზარდა რა რაღაც მომენტებში ხა კიდე ერთხელ რა ვუყურე გავიფიქრე რომ ეს ზედმეტად ბანალური ხო არ არის მე მეთქი არა ეს ზუსტად ის არის რაც უნდა იყოს იმიტომ რომ ტოტო არის გაზრდილი იმ ფილმებზე და ფილმებზეც არის გაზრდილი და მისთვის მან ესეთი სიყვარული იცის ანუ სახშიც არ ქონდა სიყვარულის მაგალითი ასე ვთქვათ ელენაზე ვისაუბროთ და აი ეს ბოლო ნაწილი არასწორი იმიტომ რომ ყველაფერს ამ პერსონაჟს ძალიან ბაგრას ზუსტად ეს ხსნის ესაც უნდა ითქვას რომ ბევრი რაღაც ამ ფილმში ვერბალურად რაც არის ახსნილი და გარკვეული და გაცხადებული არის ძალიან ცოტა მეუხერხულება ეს რო თქვა არ არის ზედმეტი და ანუ იმიტომ მეუხერხულება რომ ასეთი ფილმია აი ყოჩახ ბატონო ჯუზეპე რომ აი ზედმეტი არაფერი იყო და არაფერი დაგვაკლდა კიდე რაღაცეები ანუ ცოტა მეუხერხულება მაგის თქმა იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად ყოფილიყო მაგრამ ამ დროს უნდა თქვა იმიტომ რომ სხვა მაგალითები ისეთი გაქვს რომ უნდა აღნიშნო. ასევე ძალიან ძლიერი პერსონაჟია, იმიტომ რომ თუნდაც ის როიგებს რომ ტოტო დაბრუნდა, მე დაუარსებნება შეხვედრაზე აბსოლუტურად, აი როგორ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანია და ის რომ მიდის და თავის გრძნობას მიყვება, ესეც ხოვითომ სენტიმენტს გაყვა, ხოვითომ გრძნობას გაყვა, ხოვითომ ნოსტალგიას გაყვა, არადა ძალიან რაციონალური გადაწყვეტილება იყო. ამბობს რომ ეს ყველაფერი უნდა დარჩეს ისე როგორც მოხდა და ამას არ უნდა ქონდეს გაგრძელება და ეს იყო წერტილი და არა 3 წერტილი. ხო. და თან ეგ ძალიან კარგი გამოძახილია თვითონ რომ თავიდან რაციონალურად ის ანუ იმის გამოძახილია რომ პირველ ნაწილშიც ის ფანჯარა რო დაკეტა და
მერე რომ რეალურად მივიდა თვითონ კინოში. ეგ ეპიზოდი აი მაგის ამოჭრა უბრალოდ არ მესმის რატო. ანუ ვითომ მარტო ის დატოვა ეს სასიყვარულო ხაზი რომ მიდიოდა ნაკლებად მელოდრამატული გახადა. ამ ფილმში მელოდრამა კინოს სიყვარულში უფრო მოდის ვიდრე ამური სიყვარულში. კი არა, ამათ შორის მართლა მელოდრამა კი არა, უბრალოდ ბანალური ჰოლივუდის რაღაც 30-იანი წლების ისინი, რომ აი ის თუნდაც ის პრინცის ის რამდენი იდგა და ეგ ეპიზოდი, ეგ მანქანის ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო იმისთვის, რომ ელენა გაგვეცნოდა, ამოგვეხსნა ეს პერსონაჟი. პლუს twist-ი იყო ჩვეულებრივად. ალფრედომ რა გააკეთა, ხო? ეს ყოფილა მასტერმაინდი. აი უბრალოდ მაგის ამოჭრა როგორ შეიძლებოდა? ანუ უნდა ვნახო აუცილებლად ის პირველი ვერსიაც იმით სად დამთავრდა მაშინ ფილმი. იმედია დასასრული მაინც არა მოჭრეს და ის კოცნაობის სცენები, ანუ ეგ მაინც დატოვეს. არა, ეგ ვიცი რომ ელენა სცენა უნდა ყოფილიყო ამოჭრილი და აი ეგ როგორ ეგეც ამოიღეს და ანუ ეგ არ იყო ფილმში ნაჩვენები რომ ალფრედომ და ელენამ გადაწყვიტეს რომ არაფერი ეთქვა ჯუზეპეს რატო სალვატორის ეგ როგორ შეიძლება არ ყოფილიყო ფილმში არ ვიცი თუ იმას გაქვს ნანახი და ეხლა მე არ მაქვს ეგ ხსნის ყველა პერსონაჟს ანუ ალფრედოსაც ეგ ხსნის საბოლოოდ როცა გონია რომ უკვე იცნობდა ამოხსნილი ყავს ბოლომდე კიდე იმატებს და ელენას ხოს ხსნის და ამათ სიყვარულს და ამიტომ ვაუ აი ამიტომ არის ძალიან საინტერესო მონტაჟი აი ამას მოდი მაშინ შევეშვათ იმიტომ რომ მაგრამ ეხლა ძალიან მაგარი ინფორმაცია მითხარი ხო ვითომ შეგუებული ვიყავდა თითქოს ემოციებმა გამიარა და როგორც ხედავთ არ გამიარა იმიტომ რომ ჯერ კიდე შოკში ვარ რანაირად და უბრალოდ გაბრაზებული ვარ რომ რამდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს ზოგიერთები. გადავიდეთ ოდესმე ფინალურ სცენაზე და ფინალურ სცენამდე შეიძლება ერთი კიდე რა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სინემა პარადისოს დანგრევის დროს თვითონ რაღაც მომენტში სანამ ამ ხალხზე გადადის ის ელენას სახე ჩდება წამიერად. თუ სიმბოლურად მივყვებით და თუ ეგრე არის ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო ნაწილში განსაკუთრებით ტოტოს წარსულთან ურთიერთობა და რაც ის ძაფი და დარღვევა რო ახსენეთ აქ ეგ კიდევ უფრო აშკარა მეტაფორაა რომ თვითონ ის მთავარი ადგილი მისი ჩამოყალიბების და რავის ყველაფრის ადგილი ინგრევა წამიერად ჩდება იქ ჭრარის და იმის ელენას სახეც და თითქოს ეს არის ნახვამდის თქოს მის გონებაში ელენაც იმასთან ერთად ინგრევა ეგ არ გვიხსენებია production design და ზოგადად რა მაგრა არის ეს ხატრობა კოსტუმები ასე შემდეგ გაკეთებული, იმიტომ რომ რაღაც ძალიან არ გაგდებს დინებიდან მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრ დიდ პერიოდს მოიცავს ფილმი, ავთენტურად და ბუნებრივად ებმის ერთმანეთს ეს პერიოდები, ისევ და ისევ რაღაც ტექსტების და გახმოვანების გარეშე, რომ თვალს საერთოდ არ აღიზიანებს და ერთ-ერთი რომელიც მახსოვს ის ალფრედოს გამოსვენების სცენა როცა ის ზოგიერთი პერსონაჟი, აი რომელსაც ახსენეთ რომ მეორე ხარისხოვანიც კი არ იყო, ეგენჩდებიან და მეიქაპი, აი იმ ცოლ-ქმარს რომელიც კინოში შეხვდეთ მეც, მაგათ ძალიან ეტყობათ რომ იმენა მეიქაპია, მაგრამ რაც მაგასაც პატიებს ეხა გამოსვენების მომენტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად საგრძნობი იყო რომ ქუჩები აი ეს მოედანზეს რეკლამები რო არის გაკრული ძალიან დიდი და ამდენი მანქანა და შენობებია დამატებული და ასე შემდეგ ანუ სხვა გარემო არის და რაღაც მე თვითონ მქონდა ის შეგრძნება რომ როგორ ჩემი ქალაქი შეიძლება აი გადავიდეთ მაშინ ზასაობებზე კონცას ფავორიტი სცენა როგორც ხვდებით ჩემი ეს ჩანაწერი მაქვს და ეხლა რო ვკითხულობ იმ ასე ცუდად არ ხდება თვალში უბრალოდ ხმამაღლა რო წავუკითხავ იმედია ძალიან პათეტიკურად არ მიწერია გაგიგებთ გარდა იმ სენტიმენტების რაც უშუალოდ ამ პერსონაჟს აქვს არის რომ ის რაც არაა მარადიულ რეალობაში სამარაჯამო არის კინოში და კინო სპეციალურად დავწერე და ევრიკაში ამ ეპიზოდზე რაც მინდა თქვა რომ აი მთელი ფილმი ველოდებოდი როდის მოვიდოდა ის მომენტი როდესაც წითელი სკამებით სავსე დარბაზში დავინახავდი ტოტოს მარტო
იმიტომ რომ აი ერთი სული მქონდა ის ემოცია შემედარებინა, ახლანდელი ემოცია შემედარებინა სუსუ პირველად რომ ნახე იმასთან და მიუხედავად იმისა, ვიცოდი რაც უნდა ეჩვენებინათ ეკრანზე, აი როდესაც ხედავ პროექტორიდან გამოვავალ ამ სინათლეს და სინამდვილეში ვიცი რასაც უყურებს, ჯერ ხო შენ არ განახებს რეჟისორი და მხოლოდ ტოტოს სახეზე ხედავ ემოციებს და აი რაღაცნაირი ეს ემოციები, ეს თვალები, რას უკეთებს თვალებს და წარბებს და ისე მქონდა, აი რომ დროზე მანახე, რას უყურებს ამისთანაც, რაღაც კონკრეტული ფილმია, რა ფილმია, ამდენი ფილმი იყო, ერთი როგორ ამოარჩია ალფრედომ და აი რაღა ის აარჩია და რაღა ის დაუტოვა და მე რო განახებს, რომ რა ფილმი, ჩემო კარგო, ფილმი კი არა, მთელი ისტორია, მთელი კინემატოგრაფის ისტორია. ალფრედოს მესეჯი ტოტოს, რაც თავარია. SMS-ი ალფრედოს წერან რაც თქვი რეალურად, რომ ტოტოსთვის სიყვარულიც კი არ არის თითქოს კინოს გარეშე, ანუ პირადი ცხოვრებაც არ არის კინოს გარეშე. რეალურად ამის დამგეგმავი და ამწყობი და ამშენებელი და შემდეგ არის ალფრედო, რომელმაც ეს პრინციპში ეს არის საკამათო თემა არის, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ალფრედოს არ ქონდა იმის უფლება, რომ ტოტოს ცხოვრებიდან სიყვარული ამოეცალა, ხო ეს რომანტიკული სიყვარული, მაგრამ ალფრედომ ერთადერთი გზით, რომლითაც იცოდა, აჩვენა მიუძღვნად დაუტოვა ტოტოს სიყვარული, იმიტომ რომ ის სიყვარული, რომელიც წაართვა და თითქოს ეს ბუდიშიც იყო ერთგვარი, რომ აპატიო. თვითონ არ პატიობს თავის თავს, რომ ეს სიყვარული წაართვა, მაგრამ თანამდროს შეუძლებელია ის ეპატიებინა, რომ ეს სიყვარული არ წაერთმია, იმიტომ რომ თუნდაც ის, როდესაც ანაქვია მე მგონი, ალფრედოს მეუღლე ლაპარაკება, რომ შენზე დაწერილ სტატიებს 3-4-ჯერ მაკითხებდა და შენ ფილმებს დეტალურად აღმაწერინებ და ვიზუალურად და სეპირად იცოდა შენი ფილმები, ანუ ეს ყველაფერი როგორ არ ნუგეშევდა, ანუ ამით ედგა პირში სული თუ არ ვიცი კიდე სხვა რა ვთქვა. თქვაც ჩვენი აზრი და მე ამ კითხვით დავამთავროთ, რას ფიქრობ, ანუ რამდენად სწორად მოექცა ალფრედო, ანუ შენ როგორც, აი შენ რო ეგრე მოგქცეოდა ალფრედო. იცი რა, იმიტომ არ შემიძლია, რომ ძალიანაც რომ მინდოდეს განსჯა, არ შემიძლია, იმიტომ რომ თვითონ სალვატორეს რეაქცია იყო ის, რომ კი თქვა, რომ ოხეს რაღაც ბერი ნაძირალა თუ რაღაც ნაბიჯარია. ხო და აი ეგეც აი მანდ გამოჩნდა ელენა ძალიან მაგრად. ის ამის გაბრაზება როგორ ჩაახშო და თვითონ ფილმი ხო ამ ეპიზოდით მთავრდება მისი აცრემებული თვალებით და არ არის უკმაყოფილო შეიძლება არის, მაგრამ არ არის გაბრაზებული, ან თვითონ არ ამწყუნებს ალფრედოს. აპატია თითქოს. ანუ თვითონ სალვატორე არ ადანაშაულებს ალფრედოს იმის გამო, რაც გააკეთა. ხა რო ეწყინებოდა და გაბრაზდა და რაღაცა ეგ გასაგებია, მაგრამ ჩვენ არავინ არ ვართ, რომ ალფრედო გამსაჯოთ, მაშინ როცა თვითონ იმ ადამიანს ვისაც ეს გაუკეთა, ის არ განსჯის. მგონია რომ ეს იყო ბოლოს ბოდიში და პატიება, ეს ბოლოს სცენა. თუმცა თქვენ მაინც გითხარით იქ თქვენ სხვანაირად. დაგვიწევთ კომენტარებში თქვენ თუ გაბიზნებოდით. ალფრედოს მე ვერასდროს ვერაფერს ვერ გამობრაზდებოდი. ძალიან რთულია რომ ასეთ ფილმზე მთელი სტატია კი არა და წიგნი არ დაწერო, განხილვა და ის კი არა და ეს მე მგონი ძალიან დიდი ვიდეო გამოგვია, მაგრამ ჩვენ 3 საათიან ვერსიას ვუყურეთ და არა ტიტრებს ხოლმე და მოკლემეტრაჟიან. უნდა გაიმარჯვა მაგანო. მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში. მაშინ დაგემშვიდობებით. ნახვამდის, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ფილმის შემოთავაზებისთვის და სხვა ფილმებისთვისაც აბა გელოდებით კიდე რა გესიამოვნებათ. ნახვამდის. გამოწერა არ დაგავიწყდეთ. კომენტარებში რამე დაგვიწერეთ.